მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა. ვნახოთ ახლა ჩვენ მომდევნო კვირის პროგნოზი, რას მოგვიტანს ჩვენ მომდევნო კვირად. თან ახლა ახალი წელი უკვე მოდის და ამ კვირაში იქნება, ვნახოთ უკვე გვაჩვენებენ. იმედი მაქვს პირველი დღეები რითი გაგვახარებს, ხო? და ვნახოთ ახლა სიგნიფიკაციას ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ვისთვის იქნება ეს გაშლა. შეიძლება სამივე პოზიცია მე რეზონირდება, მაინც ავიღებ რა მიდის და რა მოდის, ხო? როგორც უკვე მე მგონი ტრადიციულად გვაქვს, რაღაცა მიდის, ნახეთ კიდევაც თქვი რა მიდის, რა მოდის და კიდევაც ისე რა ქვია. Так. ენერგიები ვნახოთ ჩვენ ეს იგი, მომდევნო კვირის ენერგიები რა გაგვახარებს, ხო? რა გვექნება სასიამოვნო ჩვენთვის იმ პირველ დღეებშიც ახალი წლის პოზიტიურად განვიწყოთ ჩვენ. Так, შემდეგი, ანუ გავაკეთოთ ჩვენ სამსახური კარიერა ყველაფერი საქმიანი ზოგი მუშაობს, ხო? ახლა სიტუაცია შეიძლება ამ ესეთი კვირა კი არის უფრო დასვენების. ნახოთ ჩვენ ახლა იქნება ზოგი მუშაობს, ეგაც ვიცი და ამიტომ იყოს აკაც მივიღოთ ჩვენ პასუხები, ხო? ანუ მოდით ვნახოთ ესე იგი რა მიდის, რა რჩება იქ უკან, ხო, რაც რა მიდის და რა უკვე აქდეჟე ესე და რა გაგეხარდება სასიამოვნო თქვენთვის რა იქნება. Так, შემდეგი ვნახოთ ჩვენ. Так, ესე მაინტერესებს ავწი აი ასე. კარგად მინდა დაინახოთ. ესეთ ფორმატში როცა ვიღებ, მინდა რომ კარგად დაინახოთ, მე უკვე ტაროც. Так, შემდეგი ვნახოთ ფინანსები ჩვენ. Так, ეს რომ აქეთ ავიღო, ისეც რომ კარგად დაინახოთ. Так, ფინანსები ვნახოთ. ანუ რა მიდის, რა აღარ გჭირდებათ თქვენ და რა მოდის. რა გაგეხარებათ და იგივე არის ჩვენთან ახლა. Так, ურთიერთობა, ხო, ჩვენი სამი საყვარელი თემა. ურთიერთობაც, ნახოთ რა მიდის თქვენი. რა რჩება უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველ წელს ხო დავუშვათ, რას ვტოვებთ ჩვენ და რას მერე მივიღებთ, ხო, როგორც ენერგიები, ისე ეს რა მიდის და რა მოდის, ნახოთ რა მოდის. გადასარევი. სუპერ. აქ დაგიდეთ თქვენ ბროწეულები, რომ მინდა რომ ეს სიმდიდრე და სიუხვე შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში და მუდამ იყოს თქვენთან. Так, все დავიწყოთ ჩემო ლამაზებო. დავიწყოთ. Так, ვისთვის არის ეს გაშლა? ჩემო სიხარულებო, პირველ რიგში მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ იქნება შეიძლება იყო რაღაცა ესეთი პერიოდი, ანუ ამ კვირამდე, ან ეხლა შეიძლება იყოს, როცა თქვენ რაღაც სტაგნაციაში იყავით და ცდილობდით მაქსიმალურად გაგეგოთ, აი რა ხდება. შეიძლება რამე პრაქტიკებს აკეთებდეთ, ან სწავლობდით, ეგაც არის თქვა, შეიძლება ახლა დავუშვათ რამე კურსებს გადიოდით, იმიტომ რომ ახლა საერთოდ ან თქვენ თვითონ იყავით ესეთ ენერგიებში, რომ აი ან ხართ ახლა რომ გინდათ რომ გაიგოთ, აი რა ხდება საერთოდ, ანუ მინდა ჩემთვის გავარკვიო რაღაც მომენტები, იმიტომ რომ აქ უეჭველი არის რაღაცა ბევრი ფიქრები და ბევრი რაღაც სტაგნაციაში ხართ შესული რა. ეხლა ჩვენ აქ ხარ განვიხილავ მე ნამდვილად ეხლა მაგისტრის არ არის ეს გაშლა რომ გავიგოთ რა მიზეზი იყო, ხო? მაგრამ როგორც ენერგია ეგეთი ეს, მაგრამ აქ შემიძლია გითხრათ უფრო რაღაცნაირად ესეთი პროცესები მიდიოდა თქვენში, რომ შეიძლება მოგეცეთ იმის დრო, რომ თქვათ, გეფიქრათ
გაფიქრათ, ანუ გაგიანალიზებიათ, აი თქვათ რატო, რისთვის ეს ყველაფერი ცხოვრებაში ხდება, მაგრამ ნუ აი სულ მცირე აქ არის ის ენერგია რაღაცა სტაგნაციის რა. როცა აი შეიძლება ნახეთ როგორი მომენტია, აი მეზარება რამე გავაკეთო, მინდა დავწვე, მინდა დავიზინო, მინდა კინოს უყურო, მინდა არაფერი არ მინდა რომ გავაკეთო რა, ყველაფერი შეიძლება მაღიზიანებს, ეგაც შეიძლება იყოს სხვათა შორის ამ პოზიციაში რა. ანუ მინდა ჩემთვის ვიყო მარტო, არავინ არ შემაწუხოთ. შეიძლება მედიტაციებს აკეთებ თუ რამე პრაქტიკებს აკეთებ ძალიან აქტიურად და ნუ არაფერი სხვა არ გაინტერესებს, რაღაც ჩართულობა გაქვთ რა. ანუ ჩემს თავზე ვმუშაობ, აი აქ ეგეთი ენერგია რა, ჩემ თავთან მინდა ვიყო, ჩემ თავზე ვმუშაობ. აი ეგეთი მომენტი არის, აი აქ ასეთი თუ თქვენი იცანი, თქვენი პოზიცია, ესე იგი ვნახოთ ახლა მომდევნო კვირის ენერგიები. ოჰო. Так, ახლა ნახეთ რა ხდება. აქ უკვე დაიწყო სასიამოვნო პერიოდი. ორი მაღალი არკანი და ხმალების მეფე. თან გადადის ერთი ენერგია მეორე ენერგიაში. აქ ნახეთ თქვენ აი აქ თან ნახეთ აქაც ხმალები, აქაც ხმალი. ანუ ეს უკვე იმას გვეუბნება, რომ რაღაცა პროცესები, რაღაცა მომენტები იყო თქვენ ცხოვრებაში ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც თქვით, მაგრამ აი აქ დასრულდება. იმიტომ რომ რა არის, იცით, შეიძლება თქვენ აი აქ ფიქრობდეთ, რა შევცვალოთ ჩემ ცხოვრებაში, ხო? ანუ რა ძალა გამოვიყენო იმისათვის, რომ თქვათ რამე შევცვალო. აი აქ გვაჩვენებენ, რომ უკვე დამთავრდება აქ ტრანსფორმაცია, მაგრამ ტრანსფორმაცია როგორი მთავრდება, იცით, სულიერი ტრანსფორმაცია და შეიძლება თქვენ აი აქ თუ დაუშვათ მედიტაციებს აკეთებდეთ და პრაქტიკებს, აქ უკვე უეჭველი თქვენ სხვანაირი იქნებით, ყველანაირად, სხვა ფიქრები, სხვა გონება, სხვა ქმედება, აბსოლუტურად ყველაფერი სხვა. იმიტომ რომ აქ უკვე ადამიანი მიიღო ეგ არა მხოლოდ სულიერად, გონებრივად, ანუ მე მინდა, მე ვარ, მიხვდით? როცა შენ უკვე ანუ ეს აი მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც იყო ჩემი ცხოვრება, უკვე აღარ იქნება, მე შევიცვალე. აი თითქოს რაღაცა ჰარმონია მიიღებ თქვენ გულში. აი ნუ ნახოთ, მოდი ჩვენ გადავედეთ ახლა სფეროებზე და ვნახოთ, სად უფრო გვაჩვენებენ ჩვენ, რომელ სფეროში უფრო იქნება ეს ყველაფერი, ხო? ნახოთ ახლა რა მიდის თქვენი თქვათ საქმიანობიდან, ხო? აი მიდის, ხო, ზუსტად ეს მომენტიც არის. აი აქ ნახეთ, თუ რამე იყო ისეთი, რომ თქვა დაუშ არ იცოდე სად წავიდე. არ იცოდე რა გავაკეთო. შეიძლება აქ ნაკადე ვაფშე შეწყდა ვიღაცასთან, ვინც მუშაობს კლიენტებთან. ნუ პრინციპში არ არის ახლა მაბატიეთ გამორიცხული, იმიტომ რომ არის რაღაცა მომენტები, ახლა ნუ ახალი წელი შეიძლება თქვა თქვენი კლიენტებიც გადაერთნენ სხვაგან. ნუ დაუშვოთ ახლა შეიძლება მაღაზიაში თუ მუშაობთ, არ ამგონია რომ აქ ძალიან დიდი ნაკლებობა გქონდეთ კლიენტების, მაგრამ ნუ დაუშვოთ. არის. ან შეიძლება თქვენ ესეთ ენერგიაში ხართ, რომ ფიქრობთ, რომ ჩემი გზა რით და რა გავაკეთო, თქვათ, ხო? იმიტომ რომ მთვარე არის, როცა ანუ ძიებაში ვარ, მე კიდევაც რა, არ ვიცი, სად წავიდე, რა გავაკეთო, შეიძლება აქ დაჟე როგორი მომენტი, ახალი რაღაცებს იწყებ თქვენ, ფიქრობთ რამეზე, რომ თქვათ, მე მინდა აი რაღაც ახალი გზა, ახალი პროექტი, ახალი ანუ ან განახლებულად მინდა რაღაცა გავაკეთო, ხო? იმიტომ რომ ის უკვე როგორც მე რასაც ვაკეთებ, არ მემსახურე, ნუ არ იმსახურე, არ ვაიმე, გავიჭედ როგორც ყოველთვის, ხო? ანუ აღარ მემსახურება რა, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ აქ არის როგორი მომენტი, თქვენ უკვე აი აქ შეიძლება ფიქრობთ, რომ სხვანაირად მინდა გავაკეთო რაღაცა, მაგრამ ჯერჯერობით შეიძლება თქვენი ძველი პროგრამები და შიშები კიდე გითრევთ უკან. აქ შეიძლება ეგეთ, აი თქვა, დაუშვათ ახლა მინდა დავტოვო სამსახური, მინდა ვაფშე საერთოდ მივატოვო ყველაფერი და ახალი გზა ავირჩიო, მაგრამ საზოგადოება, ოჯახი, ადამიანები, ვისაც ჩემთვის კარგი უნდა, მეუბნებიან, რომ არა, ნუ წამოდი იქით რა, სადაც იყავი, ხო? შეიძლება თქვენ ფიქრობთ,
ვფიქრობთ, რომ მე ეხლა ის საქმე, რომელიც მე მომწონს და მინდა რომ დავიწყო, ეს კარგი იქნება, მე უკვე ვიყურები, რომ მე ვიცი, რომ ბევრ ადამიანებს გავაბედნიერებ, მაგრამ მაინც ჩემი ძველი რაღაცა პროგრამები ისევ მიმათრევენ უკან. მივხვდით, რაღაცა შიში მაინც მაქვს. აი ეს შეიძლება იყოს, თქვათ, როცა ადამიანი არ არის ჯერ კიდე, ჩამოყალიბებული, ელემენტარული, თქვათ, გინდათ ეზოტერიკა ისწავლოთ, ხო, იმიტომ რომ მაინც მე-18 არკანია და ეხლა რაზე ელაპარაკია. ეს არის ჩვენი პირადი დანიშნულება. პირადი დანიშნულება რატომ? იმიტომ რომ ისი კლასიკაშიც რო ხო თუ იცი დაუშვს არკანი როგორ გამოიყურება, ეს როცა ეს კიბორჩხალა გამოდის ჭაობიდან, ჭაობი არის ჩვენი სოციუმი, ხო? მე მინდა გამოვიდე, მე მინდა წავიდე რაღაც ახალში, მაგრამ ეს საზოგადოებრივი აზრები, ან თქვათ, ეხლა გინდათ ოჯახის წევრების აზრები მე უკან მიმართრევენ და ამიტომ ერთ ნაბიჯს როგორ აკეთებს, ხო, კიბორჩხალა წინ ორს უკან. და აქ ეხლა ეს ნაბიჯი თქვენ შეიძლება გააკეთოთ, თქვათ, მინდა ვისწავლო ეზოტერიკა, მაგრამ რაღაცა მეუბნებიან, რომ კაი, რა გეხოცები, ჯერ ეს ერთი რამდენი არიან და მეორე კიდე რა გინდა რა. აი ეგეთი რაღაცა შეიძლება იყოს რა, როცა ადამიანი, ანუ თქვათ, გადაწყვეტილება მივიღე, შეიძლება სიტყვაზე, ხა ჩემთან იანვარში დაიწყება ახლა ახალი კურსი ტაროს და ვიცი, რომ ბევრი ადამიანი წერს რა. და გვეკითხება, რომ თქვათ, აი როდის იწყებ თქვენ რა, ანუ შეიძლება თუ არა თქვენთან ვისწავლოთ ტარო. ან რაღაცა, ან მატრიცის კურსზე რაღაცა ეგეთი ინტერესი აქვს ადამიანებს, მაგრამ ინტერესზე ჩერდება, რატო? იმიტომ რომ ან შიში აქვს, ან რაღაცა არიან აყოლილი აი ეგეთ ხის აზრებს რა. აი ესეც არის ძალიან, ვიღაცის პოზიცია არის ეს. ნახეთ ეხლა რა გელოდებათ თქვენ. აქ მაღალი ძალები ერთობიან, ყველა ვარიანტში თქვენ ამ სიტუაციიდან გამოგიყვანებთ, ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ აქ დასრულდება რაღაცა ეს თქვენი ნახეთ სულ ფიქრი, ხო, ნახეთ ხმალები, ხო? აქ იქნება რაღაცა, აი თქვენ რაზეც ფიქრობდეთ, რაც თქვენ განერვიულებთ, თქვენ ყველა ვარიანტში დაგეხმარებიან აქ თქვენი ან საგვარეულო თქვენი, რა შეიძლება რამის სიზმარსხვათა შორის ნახავთ თქვენ იმაზე, რომ ანუ აი ნახეთ სიზმარს მართლა დააკვირდეთ რა, შეიძლება ესეც სიზმარი ნახოთ თქვენ, რომ იქ სიზმარში თქვენი წინა პრები გეუბნებიან რაღაცას რა და დაიმახსოვრეთ, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და მეტად როცა თქვენ იცით, რომ ანუ თქვენი თქვათ სიზმარი ახდება ხოლმე, აიმე ერთი წამით ეხლა ეს ამან თუ მიღალატა, ვაიმე ერთი წუთით რა, ცოტა იცეს ამან ღალატი ჩემი და რომ დავიჭირო ასე არ მიღალატოს. ერთი წუთით მაპატიეთ რა. ხო, იმედი მაქვს, რომ ჩავწერე, იმიტომ რომ ცოტა იცეს ხოლმე ამან ღალატი რა ცუდად. так, შემდეგი მაპატიეთ. ანუ აქ კარიერას რაც ეხება, თქვენ ძალიან კმაყოფილი უნდა იყოთ, შემიძლია გითხრათ, აი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოთ რა. აი არ მიყვარს ეგეთი რაღაცები, მაგრამ მაპატიეთ რა, იმიტომ არ მიყვარს ხოლმე ეს ჩაწერა რა. არც მინდა რომ გავაჩერო ახლა. იმიტომ რომ კაი გაშლა რაღაცა მომწონს და არ მინდა რომ გავაჩერო. так, всё, ეს აქ კარიერას რაც ეხება, ნახეთ. აუცილებლად მოусმინეთ თქვენს სიზმრები დაიმახსოვრეთ თუ რამე იქნება. პლუს კიდე აქ ყველა ვარიანტში იქნებით, აი გამოდიხარ თქვენ ძალიან რთული პერიოდიდან, როცა თქვა აი აქ რაც მე აგიხწერეთ, იმიტომ რომ 8-იანი პენტაკლების ყველა ვარიანტში სამუშაოც გექნება, თითქოს როგორი მომენტი არის. აი ჩემთვის მაგალითად აი პირადად, ხო? აი ეს პოზიცია როგორ თამაშდება, როცა დაუშვოთ, იყო რაღაცა პაუზა, აი როცა პაუზა დიდი ხანი გრძელდება, თქვათ რაღაცაში, მე ვიცი რომ მოდის ძალიან ბევრი სამუშაო რა. ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ამიტომ თქვენს თუ დაუშვათ, იჯეკეთ აი ასეთ მდგომარეობაში, შეიძლება მოგცეს, ნახეთ, არის კიდე როგორ მუშაობს სამყარო, ხო? გაძლევს თქვენ საშუალებას, რომ თქვათ, ანუ დაისვენოთ, რომ იმისათვის, რომ გიმზადებს მერე ბევრი რაღაც სამუშაოს, იმისათვის, აი აქ ახლა ბევრი სამუშაო იქნება, უეჭველი, აი უეჭველი შემიძლია გითხრათ რა. იმიტომ რომ კაი ხანი იგი იჯეკით აქ სტაგნაციაში და ახლა დაიწყოთ, რომ უკვე დასვენების დროც არ გიქნებათ რა, დაიმახსოვრეთ ახლა. ფული ვნახოთ, ახლა ფინანსები ვნახოთ.
ნუ აი აქაც ნახეთ, აქაც როგორი მდგომარეობა შეხედეთ რა. აქაც არის რაღაცა გაუგებრობა, ვერ გავიგე რა ხდება, ადამიანი აქ ძალიან განიცდის, ძალიან ნერვიულობს იმაზე, რომ აი რა გავაკეთო, ნუ შეიძლება არ ვიცი რა გავაკეთო რა. აი აქ პირდაპირ გაგებეთ ეგეთი პოზიცია, რომ მაგრამ ამავდროულად ნახეთ ორიანი, მაინც ეს არის მეორე ენერგია რა. ანუ არ ვიცი როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ამავდროულად ნახეთ ვენდობი სამყაროს ნდობა მაქვს მე. ამიტომ ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია დასრულდება. როგორ არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ დასრულდება. აი აქ ეგეთი თემა არის რა. ნუ აქ პრინციპში ჩვენ ამან უკვე ისედაც მოგიყვა ბევრი რაღაცები და ნახეთ, აი ხო გითხარით, ანუ თქვენი ყველანაირი ნერვიულობა დასრულდება, იმიტომ რომ შემოდის, აი აქ შემოდის უკვე ამ ნუ მომდევნო კვირაში სტაბილური შემოსავალი, იმიტომ რომ თქვენ აი რაზეც ნერვიულობდით, ამ ნერვიულობას თქვენი სამუშაო, იმიტომ რომ ეს არის ენერგია, როცა მე რაღაცას ვაკეთებ უკვე, ხო? მიგიყვან თქვენ იქამდე, რომ გექნებათ სტაბილური შემოსავალი, იმიტომ რომ აქ თქვენ მოერევით აი ამ თქვენს დარდს და ნამდვილად სიტუაცია დასტაბილურდება. ყველა ვარიანტი, კი, რაღაცა გადაიჭრება, კი. იმიტომ რომ ნახეთ ისევ ხმალების მეფე, გონებას, ანუ ემოციას მაბადეთ ემოციას თქვენ თიშავთ, მიხვდით? ანუ თითქოს აი აქ ძალიან ძლიერი ენერგიები არის. გოგოებო, ვიღაცა შემიძლია იგითხრათ, შეიძლება თქვენი, თქვათ, ხელმძღვანელი რაღაცას გადაწყვეტილებას, ნუ ან ისეთ რაღაცას გააკეთებს, რაც თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. შეიძლება ეს იყოს. კიდე პლუს ერთი მომენტი არის. აქ თქვენ ნახეთ ახლა ამ ვერსიაზე, ხო? კი ბატონო. შეიძლება აი აქ თქვენ ახლა ესეთ მომენტში იქნებით, რომ მე დაველოდები, ხო? ნუ ლოდინი მაინც შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო ვერ ვხედავ აქ ლოდინს, იმიტომ რომ ნახეთ როგორი არკანები არის. აქ თქვენ რაღაცა შეიძლება ან მოიფიქრებთ ახალს, ან რაღაცა ნუ ფული შემოვა, ყველა ვარიანტში შემოვა აქ ფული, აი კარგად იქნებით ძალიან და შეიძლება თქვენი რაღაცა გადაწყვეტილება, სწორი ფიქრები, ტვინია ჩართული ფიქრების, სწორი ფიქრები მაქვს მე. მიგიყვან თქვენ იქამდე, რომ თქვენ გექნება ძალიან კარგი შემოსავალი. აქ არის როგორ იცით, არ ვიცი კიდე რა ვიფიქრო, რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან, ხო? ანუ მე ახლა მაპატიეთ კიდე ახლა ვინს, ნუ კიდე ამას რო ვიმეორებ, ნუ რა ვქნა ახლა ის გოგოებიც უყურებენ გაშლებს და ვინს ახლა ჩემთან ხართ, ხო, ახლა ტრენინგზე თქვენთვის არის ეს ზამაგარი სიტუაცია, იმიტომ რომ თქვენ სულით ახალ ენერგიებში გადადიხართ, იმიტომ რომ ის რაც არ გემსახურება, უკვე თქვენ უშვებთ და აქ სიტუაცია სტაბილურდება, რაზეც თქვენ ნერვიულობდით, იმიტომ რომ სწორი აზრები გაქვს, სწორი ფიქრები გაქვს, სწორედ უკვე დაგილაგდა თავში ყველაფერი და უკვე ფინანსური მდგომარეობაში უნდა იყოს ძალიან კარგად, იცოდეთ. так, всё, მოდით ახლა ურთიერთობაზე ვნახოთ. так, ახლა რა მიდის? ეს მიდის ეს გაუგებრობა, გაიგეთ, ხო? აქაც რა მიდის? აი აქ მიდის რაღაცა უსამართლობა, რაღაცა სიტუაცია, რომელიც უკვე როგორ არის, გაორებული რა. არ ვიცი რა გავაკეთო სიტყვაზე, ხო, მივენდო სამყაროს ეს ყველაფერი თუ აი, ნუ აქ რაღაცა ეს მომენტი არის, როგორ იცით, რომ დავწონი, მჭირდება, არ მჭირდება, აქ ვიღაცა შეიძლება უბრალოდ აი ფიქრობს სხვათა შორის ურთიერთობაზე, მაგრამ არ არის ბოლომდე დარწმუნებული, იქნება თუ არა, შემოვა თუ არა, ჩემთან ესეთი ბედნიერება შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თასებიც არ არის, აქ უფრო ადამიანი, რომელიც ფიქრობს რა, ანუ შეიძლება ზოგი ახალ ურთიერთობაზე ფიქრობს, ან ახალ გზაზე ურთიერთობაში, რომ მინდა რომ ყველანაირი ეს უსამართლობა დასრულდეს და მე მინდა რომ ნამდვილად უკვე აქ სამყარო ჩაერთოს და შეისმინოს ჩემი თხოვნა. არის ეგეთი მომენტი და ვნახოთ ახლა რა გელოდება და აი რა გელოდება და მშვენივრად კარგად ყველაფერი გელოდებათ რა. აქ ახალი გზა გეხსნებათ, აქ არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცა შეიძლება გაიცნობს ადამიანს და თუ თქვენ დაუშვათ ახლა გინდოდათ, მაგრამ ნუ თქვა ფიქრობდით რომ არ ვიცი იქნება, არ იქნება სამყარო გაიგებს თუ არა. აი ნუ ნამდვილად აი თქვა დავწონი იქნება, ნუ რა ვიცი რაღაცა ეგეთი მომენტი არის რა. ნუ გაორებული მაინც იყავით აი აქ მე რასაც გეუბნებით თქვენ ტრენინგზე რომ არჩევანი
ან ის, ან ეს, ხო? აი ეს შეიძლება კიდე გაქვთ ახლა ეს პროცესი, მაგრამ აი აქ თქვენ პრინციპში უკვე მივხვდებით, რომ всё მორჩა. ყველა ვარიანტში აქ იქნება გეუბნე ან შეხვედრა, ან გაცნობა, იმიტომ რომ არის აქ ტუზი არის, როგორ იცით, როცა პენტაკლების დედოფალი თან, ხო? ნახეთ, ან გადაიყვან თქვენ ურთიერთობას რაღაც მნიშვნელოვან და შეიძლება სხვადასხვა ფული კაცისგან მოგივათ რაღაცა, ან დახმარება რომ იცოდეთ, ან დაწინაურებაც, ну აი რაღაცა მოხდება, მამაკაცი შეიძლება ჩაერიოს რაღაც აი აქ. ეხლა ნახეთ, ანუ ესე იგი აქ არის ახალ ეტაპზე გადაიყვან თქვენ რაღაცნაირად ამ ურთიერთობას, იცით, ახალი სხვანაირი თითქოს დამოკიდებულება გექნებათ, რაღაცა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც მე მინდა, რასაც მე მოვინდომებ, ის იქნება. და ჩვენ აი აქ, ну, თითქოს როგორი მომენტი არის, იცით, აი აუცილებლად მოხდება ის, რაც მე ჩავიფიქრე. კი. აუცილებლად იქნება ის, რაც მე ჩავიფიქრე. იმიტომ რომ აქ ნახეთ თქვენიდან მიდის აი აქაც მე-16 არკანი არის, ხო? ანუ მე-15 უკაცრავად. რაზეც იყავით თქვენ დამოკიდებული, ხო? ამ ურთიერთობაში და რაზეც ნერვიულობდით თქვენს პარტნიორზე, ასე რომ ვთქვათ. მოიცადეთ. ეს რაღაც სხვა თემას უკვე მიყვება. აქ ნახეთ რა ხდება, აქ თქვენი პარტნიორია თქვენზე ძალიან რაღაცნაირად მიჯაჭვული, ჩემო სიხარულებო რომ იცოდეთ და მაგას გულის ტკივა, ეს თქვენი ისტორია, ეს რაღაცას მიყვებიან, რომ თქვენს პარტნიორს ძალიან გულგატეხილი არის ეს ადამიანი, შეიძლება აი აქ რაღაცა ფაქტორები თამაშობს, არ ვიცი ეს მესამე ფაქტორები, ყველას აქ თავისი რა, რომ იტყვიან, მაგრამ აქ თითქოს როგორ არის, იცით? იმის მიუხედავად ეს ადამიანი მაინც თქვენთან მოდის. აქ რაღაცა სიტუაცია სტაბილურდება. გულის ტკენა იყო საშინელი, მაგრამ გამოდის იქიდან. კი, აქ რაღაცა ძალიან გაგეხარდებათ. ძალიან გაგეხარდებათ. კარგი შეხვედრა იყო, თქვენ ამ შეხვედრას შეიძლება ელოდებოდეთ, მოვა ეს თქვენი სასურველო პენტაკლების მეფე. აქ რაღაცა გეუბნებით ურთიერთობის განახლებისკენ მიდიხართ. კი, თან სერიოზულებისკენ მოდიხართ. აქ უეჭველი დაელოდეთ სრულიად მოულოდნელად, შეიძლება ადამიანი იყო кайხანი, სადღაც ჩაკეტილი, ასე თქვათ, ну იყო ეხა განდაგერში და მაგრამ აი თქვენი ენერგია იმდენად უტკბილისია მაგისტრის, ხო? აი უცბად გამოდის აქ მარტოობიდან უცბად გამოდიხარ ან თქვენ, იმიტომ რომ აგერ არის თქვენი იმპერატორი, მოდის თქვენთან, კი ბატონო და თან ახლა აქ უკვე გადადიხართ თქვენ რაღაც ხანძრივ ურთიერთობაში. აქ ნახეთ რა ხდება, აქ რაღაცა დაამუშავა და თქვენ ხართ მისი მუზა. თქვენ ხართ ის ქალი, რომელიც უზის ამას 24 საათი თავში. თქვენ მუშაობს თუ რაღაცას აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ ხართ, როგორც აი ესე აჭრილივით რა, სულ ხართ თქვენ მთელი ფიქრები, მაგისი, ყველაფერი ოცნებები სულ თქვენზე არის აქ უეჭველი და აქ ადამიანი მოდის რაღაცა სერიოზული შეთავაზებით. ну, ან სერიოზული საუბრით მოდის. კი, აქ ახლა მაგასავი სულები არიან. აი აქ როგორი მომენტი, იცით? აი აზრი არ აქვს, თითქოს ადამიანი ხვდება, რომ აზრი არ აქვს, თავი მოვატყო რა. მე ვიცი რომ მიყვარს, მე ვიცი რომ ეს არის ჩემი შანსი. აი თითქოს მიხვდება რაღაცა ადამიანი, აქ მიახვედრებენ მაღალი ძალები მაგას, რომ ანუ რომ ეს ნამდვილად აქ ახალი ეტაპი არის. უეჭველი 1000%-იანი ახალი ეტაპი გელოდებათ. ადამიანი თქვენთან ჩამოდის, კი. აქ ძალიან აი და ვიღაცასთან ახალი ეტაპი ექნება. იმიტომ რომ დასრულდება პერიოდი, სადაც იყო სტაგნაცია. თქვენი, სადაც იყო იქ რაღაცა დაბრყოლებები, იმიტომ რომ აქ გოგო არის ძალიან მაგარი ქალი არ ნებდება. ქალი მაინც აცხადებს და უცხადებს სამყაროს, რომ მე ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება, მე ვიცი რომ იქნება ისე როგორც მე მინდა, მე ვიცი რომ სიტუაცია შეიცვლება და ჩვენ გვექნება ჰარმონია და ბედნიერება და სიხარული და სიყვარული. ეს ჩვენი
პრობლემები ყველაფერი თუ რამე იყო ჩვენ შორის ის დასრულდება. კი, აქ ძალიან ჭკვიანური აზრები აქვს გოგო არის, აი იცის რა, მომავალი უკვე ისეთი დაგეგმი, იცის რომ ჩვენი მომავალი იქნება სულ სხვანაირი. მე ეს ვიცი, მე ამას ვაცხადებ, მე ვიცი რომ ყველაფერი შეიცვლება, მე ვიცი რომ ეს რაც არ გვაძლევდა ჩვენ საშუალებას განვითარებისას რა, ეს აუცილებლად დასრულდება, იმიტომ რომ აუცილებლად ნახეთ სიძლიერე მოდის თქვენს ურთიერთობაში, ახალი ეტაპი მოდის. ახალი ეტაპი, აქ რაღაცას დაასრულებთ თქვენ. უბრალოდ რა არის თქვენ ახლა აქ, აი ვინც ნამდვილად ამ თემაზე მუშაობს, ვინც ნამდვილად აი ამ უარყოფით აზრებზე და ფიქრებს ახლა, რომელიც მას უშლის ხელს დაანებებს თავს, ხო თქვათ, მიაგდებს როგორც ვეუბნები გოგოებს, ხო? აქ განახლებული უნდა მოვიდეს ადამიანი, იმიტომ რომ ის სადღაც მანძილზე იქნება თუ სადღაც რაღაცაზე იფიქრებს, იქ უფრო გაიხსნება მაგისი სიყვარული სულ სხვანაირად. გაიგეთ, ეს არ ვიცი ვის არის ინფორმაცია, დაიჭირეთ რა. და აი აქ სულ სხვანაირად, გაიგეთ, აი რაღაცა შეიძლება ადგილას იყოს, სადაც არ ექნება მაგას ბევრი თქვა საშუალება იბოდიალოს, რა ვიცი. ნუ კაროჩე რაღაცას შეუქმნიან მაღალი ძალები მაგას ისეთ სიტუაციას, სადაც მაგას მოუწევს ბევრი ფიქრი. ხმალების კიდე მეფე, ბევრი ფიქრი მოუწევს რა. და ანუ ეს ადამიანი მიხვდება რომ აქ რაღაც გაკვეთილი ექნება მაგან ბიჭს და არჩევანი იქნება რომ ძველი სიტუაცია რომელიც იყო ამას მოერევა, ძველი ფიქრები, ძველი თქვათ რაღაცა აზრები და მიხვდება რომ სიყვარული მე მიყვარს ჩემი იმპერატრიცა, მე მიყვარს ჩემი უძვირფასესი ქალი. ეს არ არის მე მგონი ერთი კვირის პროგნოზი, მე მგონი ეს რა ვიცი რაღაცა ძალიან დიდი ხნის პროგნოზია, ნუ დაიჭირეთ ვისაც აქ იმიტომ რომ აქ ადამიანი მოდის უგანახლებული რა, ანუ მიყვარხარ, ხო? მოვდივარ შენთან მინდა ბედნიერება, შენ მიყვარხარ, შენთან მინდა სტაბილურობა და ვერავინმე ვერ დამიშლის მაგას შენ აქ გოგო არის მაგარი, აქ გოგომ გამორთო ემოციები რაღაცა, როგორი იცით რომ აი არაფერი არ იქნება, ნუ ამას მე ახლა ვასწავლე ტრენინგზე, სხვათა შორის ურთიერთობაზეც გოგოებმა მთხოვეს აუცილებლად გავაკეთებ სულ მალე, იმიტომ რომ ეს ტექნიკები ძალიან მაგრად მუშაობს ურთიერთობაზე და ლაგებაზე ურთიერთობის. თუ ვინმეს გაინტერესებთ უყურეთ ანონსებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძლიერ რაღაცებს გავაკეთებ და აი ეს პოზიცია ხა ჩემს გოგოებს და ბიჭებს, ვინც ახლა არის ჩემთან ტრენინგზე 100%-იანი თქვენი პოზიცია, რომ ყველაფერი დაალაგდება და ყველაფერი შეიცვლება. всё, ჩემო სიხარულებო, გისურვებ ბედნიერ ახალ წელს, ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს, სიუხვეს, სიყვარულს, რა ვიცი მე, თუ რამე შეიძლება კარგი იყოს, ყველაფერი მინდა თქვენ გისურვებ და მიიღეთ სამყაროსგან ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო, რაც გეკუთვნის თქვენ ყველას აბსოლუტურად ყველაფერი კარგი.